აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისია ინტერპოლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რაფაელ მარცინ ვასიკმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს არსებული ურთიერთთანამშრომლობის უფრო გაღრმავებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული პროგრამების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს დავით ფაცაციამ რაფაელ მარცინ ვასიკს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული თანადგომისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა. დღეს ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დევნილებს და კიდევ ერთხელ გვაქვს გზაობა იმისა, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაზე, განსაკუთრებით დევნილთა სოციალურ პრობლემების გადაწყვეტაზე და ერთობლივ მუშაობაზე, რასაც შეეხება მშვიდობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მუშაობა და ერთობლივი ღონისძიებები. Я хочу поблагодарить. მინდა მადლობა გადაუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. ეს ახალი მემორანდუმია, ახალი შესაძლებლობაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს აფხაზეთის მხარდასაჭერად. Возможности в открытия